მშვიდობა საქართველოს მეტი სიკეთე თბილის ქართულმა ოცნებამ წინა საარჩევნო სტარტი აიღო და საარჩევნო ესტაფეტის მოგებას ჩემპიონი კალაძით შეუდგა. სწორედ ასე წარადგინა პრემიერმა დედაქალაქის მერობის კანდიდატი, რომელმაც ირაკლი კობახიძის თქმით წლების განმავლობაში კარგ მერთან ერთად ჩემპიონი მეგობრის, მეოჯახისა და პატრიოტის ეპითეტი გამოიმუშავა. თავად კახა კალაძის დაპირება ასეთია: თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობის ქალაქი. უფრო კონკრეტულად რას გულისხმობს ეს საარჩევნო გზავნილი და როგორია ქართული ოცნების საარჩევნო სტარტი? ნინო არღულიანი შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში იქნება კეთილდღეობა და განვითარება. თბილისი კი უფრო გახდება მწვანე, ლამაზი, ასევე სიცოცხლით სავსე და შესაძლებლობების ქალაქი. სწორედ ამ საარჩევნო დაპირებებს აერთიანებს მმართველი პარტიის დაპირებები, როგორც გუშინ ჩვენ ოფიციალურად გახსნისას მოვისმინეთ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნისას, სადაც ასევე წარდგენილი იქნა მერობის კანდიდატი კახა კალაძე და მასზე საუბრისას მის მიერ გაკეთებული საქმეები მმართველ პარტიას აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მას შეუცვლელი ლიდერი უწოდოს. რაც შეეხება კალაძის ხელმძღვანელობით გაკეთებულ საქმეებს, ჩამონათვალი მართლაც ვრცელია და მას ყოველდღიურად თბილისელები საკუთარი თვალით ხედავენ. ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვიდგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი, ან უბრალოდ კარგი პატრიოტი. მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს. ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. მმართველი გუნდისთვის კახა კალაძემ დიდი ფეხბურთის შემდეგ ჩემპიონის ტიტული დიდ პოლიტიკაში მოიგო. დედაქალაქის მერობის კანდიდატის წარდგენით ქართულმა ოცნებამ წინა საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. მმართველი გუნდი თბილის და თბილისელებს უფრო ლამაზ, განვითარებულ, სიცოცხლით სავსე და ახალი შესაძლებლობების ქალაქს ხპირდება მერისგან, რომელმაც ქალაქი ევროპულ დედაქალაქად უკვე აქცია. მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თითოეულ უბანს. ამის გარანტი პრემიერ-მინისტრისთვის კახა კალაძეა. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს, მეტი სიკეთე და განვითარება საქართველოს თითოეულ მხარეს, საქართველოს თითოეულ კუთხეს. ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად შევასრულებთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო და მივესალმო ბატონ ბიძინა იმანიშვილს, რომელმაც 2012 წელს საქართველოს გარედან მართული უმძიმესი ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა და ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე, ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი. მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე, უფრო მოწესრიგებული ქალაქი. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისს. და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ ერთ კონკრეტულ ადამიანს შეუძლია. მზად ვარ ვემსახურო ქვეყანას. წარდგენის ღონისძიებაზე კანდიდატის სიტყვა აერთიანებდა გზას სპორტიდან პოლიტიკამდე და იმ მთავარ გზავნილებს, რის გამოც თბილისელების მხარდაჭერას კალაძე მესამე ვადით ითხოვს. თბილისი როგორც პასუხისმგებლობა, თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი. ეს მისი ორი მთავარი დაპირებაა. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო 4 წლის მანძილზე მთელი პასუხისმგებლობით და გულისყურით შევასრულებთ. მეგობრებო, თბილისი არჩევანზე მეტია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თბილისის მომავალზე და ვაქციოთ ის კიდევ უფრო განვითარებულ ქალაქად. ჩემთვის დიდი პატივია კვლავ იყო თბილისის სამსახურში და მჯერა ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო. კახა კალაძეზე სათქმელს საუკეთესოდ მის მიერ გაკეთებული საქმეები ამბობს. მმართველი გუნდისთვის ის უალტერნატივო ბევრი მიზეზით არის. კალაძის სახელს უკავშირდება 2500-ზე მეტი სკვერის და პარკის რეაბილიტაცია, 8,5 მილიონი მეტრი გზის საფარის მოწესრიგება, 700-ზე მეტი ავარიული სახლის გამაგრება, ახალი ავტობუსები, მეტროპოლიტენის განახლებული ინფრასტრუქტურა, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება და ათეულობით ბენეფიციარის გადარჩენილი სიცოცხლე. Რომ გადავხედოთ ერთი წამით გადავახვიოთ რა იყო 8 წლის წინ როცა კახა მერად აირჩია თბილისმა და აირჩიეს თბილისელებმა და დღეს უკვე
ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერზე დაშენებული მეტი წარმატება, მეტი სიკეთე ამ თბილის 1-2 წაადგება ამ ქალაქს, ჩვენს დედაქალაქს და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც გაკეთებული საქმის დაფასება და სწორი შეფასება შეუძლია თბილისს და თბილისელს, უკვე კიდევ უფრო მარტივია არჩევანი ქართული ოცნების და კახა კალაძის სასარგებლოდ. თვითმმართველობის არჩევნებში ქართული ოცნება იმედიანად და დამაჯერებლად შედის. მმართველი გუნდი 4 ოქტომბერს 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას აანონსებს. ამის თქმის საფუძველს კი წლების განმავლობაში გაკეთებული საქმეები აძლევთ. ეს არის ადამიანი, რომელიც პირადი გადაწყვეტილებებითაც 10,000-ობით ადამიანს მოუგვარდა ისეთი სახის პრობლემები, როგორც არის უბინაობა, დაამთავრდა 30 წელზე მეტი ხნის ის პრობლემა 400-ზე მეტი ოჯახისათვის, როგორც არის კოოპერატივების დასრულება და ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს ჰქონდა და ეხლა სრულდება ეს პროექტები, ისეთი საკითხები, რომელიც შეგვიძლია უბრალოდ გავიდეთ ქუჩებში და ჩვენ ვნახოთ, ეს იქნება მოპირკეთებული ინფრასტრუქტურა, დაგებული გზები თუ ბაღები და სკვერები. რა შეიძლება გავაკეთოთ მოსახლეობისთვის და მოსახლეობასთან ერთად, იმისთვის, რომ 4 წლის თავზე მათი ცხოვრება იყოს ბევრად უკეთესი, ბევრად უფრო იმედიანი და კეთილდღეობით სავსე. ამ პროცესის ერთ-ერთი გვირგვინი, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი მონაკვეთი არის ქალაქ თბილისი და თბილისის მერობის არჩევნები, რომელშიც ჩვენ შევდივართ საკმაოდ იმედიანად და დამაჯერებლად კახი კალაძის ხელმძღვანელობით, რომელმაც განვლილი საქმიანობით, კონკრეტული საქმეებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით დაამტკიცა, რომ იგი იმსახურებს კიდევ ერთხელ მოსახლეობის მხარდაჭერას. თბილისში მერობის კანდიდატი წარდგენილია, საარჩევნო კამპანია კი ოფიციალურად გახსნილი. ქართული ოცნება უახლოეს პერიოდში კანდიდატებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც წარადგენს. მერების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმები პატიოსნება, პროფესიონალიზმი და ქვეყნის სიყვარული იქნება.